მოგესალმებით ჩვენს მორიგ ვიდეო ლექციაზე. დღეს მინდა ქორწინების იძულებაზე ვისაუბროთ, რომელიც ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობით ასევე დასჯათქმედებას წარმოადგენს და ძალიან მოკლედ შევეხოთ ამ საკითხს თუ რას ნიშნავს ეს. ვინაიდან არც თუ იშვიათია ჩვენს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები, როდესაც შემდეგ დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი სწორედ ქორწინების იძულების გამო, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში 4 წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთასაც კი ითვალისწინებს. როდის გვაქვს ახლა ჩვენ განსაკუთრებით ქორწინებით იძულება პრაქტიკაში? ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მამები თვლიან, რომ არასრულწლოვანმა შვილებმა განსაკუთრებით საუბარია გოგონებზე, მათ უნდა დაუჯერონ და გარკვეული ტრადიციული ბრჭყალებში კონსერვატიული შეხედულებებიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ შვილმა აუცილებლად უნდა იქორწინოს იმ პირზე, რომელიც მამას მისთვის სასურველ სასიძოდ მიაჩნია. რა თქმა უნდა, ახლა უბრალოდ რჩევების მიცემა, ან თუნდაც 1-2 იმის თქვა, რომ მიდი იმაზე დაქორწინდი, ეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს, ბუნებრივია, მაგრამ როდესაც ეს ამ ფარგლებს გაცდება და მაგალითად ერთი პირი მეორე ადამიანის მიმართ, ამ შემთხვევაში შვილის მიმართ იყენებს მუქარას, მაგალითად ემუქრება სახლიდან გაგდებით, სწავლის დაფინანსების შეწყვეტით და ასე შემდეგ, ანუ როდესაც ასეთ ექსტრემალურ ფორმებს მიიღებს ასეთი ზეწოლა შვილის მიმართ, მაშინ ეს უკვე გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მაგრამ არა მხოლოდ ამ შემთხვევებში გვექნება ჩვენ ქორწინების იძულება, შეიძლება ქორწინების იძულება ხდებოდეს ორი თანაბარი ასაკის ადამიანს შორისაც, ანუ როდესაც მშობლები არაფერ შუაში არ არიან, შეიძლება ერთ ადამიანს მეორე ადამიანი მოეწონოს ელემენტარულად და ამ დროს ის იყენებდეს ისევ და ისევ თავისი მოძველებული შეხედულებიდან გამომდინარე იმ ლოგიკას, რომ ის კაცია და მის გადაწყვეტილებას უნდა დაუჯეროს ქალმა და მის ნებას დაემორჩილოს და გახდეს მისი მეუღლე. თუ ასეთი ექსტრემალური შემთხვევა გვექნება, მაშინაც დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ეს კაცი ზეწოლის საშუალებად, რა თქმა უნდა, მათ შორის ფსიქოლოგიურ მუქარას იყენებს ამ ადამიანის მიმართ. მაგრამ არ აგვერიოს ეს უბრალოდ ზოგად ზეწოლაში, მე გულისხმობ ამ ზეწოლაში, რა თქმა უნდა, არა რეალურ ზეწოლას, როცა მუქარაზეა საუბარი ამ მსგავს ქმედებებზე, არამედ როდესაც ახლა შეიძლება ის ადამიანი, რა თქმა უნდა, ხშირად ესაუბრებოდეს მას უბრალოდ დაოჯახებაზე, თავის მოწონებას ცდილობდეს და ასე შემდეგ, ეს ბუნებრივია ქორწინების იძულებად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია ისევ შევხვდებით ონლაინ სივრცეში.